ბენდუქიძის კამპუსთან ამ წუთებში იკრიბებიან სტუდენტები, ლექტორები, ადამიანები, ვინც აქ ასწავლიან და სწავლობენ და ისინი აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლომდე წავიდნენ მსვლელობით. შევეცდებით გავესაუბროთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ თუ შეიძლება. სამართლომდე გაქვთ მსვლელობა. რატომ საქალაქო სასამართლომდე რას აპირებთ, იქ რა უნდა თქვათ და რა არის თქვენი სათქმელი? მოგესალმებით. სასამართლომდე ეს ალბათ იმიტომ რომ მაინც და მაინც ახლა ყოველთვის მთავრობის სასახლის წინ თუ პარლამენტის შენობის წინ შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც ოპტიმალური და რადგანაც ბევრი ჩვენი აქციების მონაწილე დაპატიმრებულია სრულიად საფუძვლოდ და დამნაშავეებიდან რეალურად ძალოვანი სტრუქტურებიდან არც ერთი არ არის თუნდაც მოჩვენებითად მაინც რომ რაღაც ცოტა მოგვაჩვენონ რომ ებრძვიან დისციპლინობას და კანონის დარღვევას ერთი შემთხვევაც არ ფიქსირდება ასეთი, ამიტომ ალბათ უფრო იმიტომ რომ იქ გამოვხატოთ ეს ჩვენი პროტესტი პირველ რიგში ამის გამო, მაგრამ ზოგადად ჩვენ იმ უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენი აქცია, რაც არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და რა იდეასაც საქართველოს მთელი თავის საუკუნეების განმავლობაში იცავდა და იბრძოდა და ხელისუფლება პირიქით თავდაყირა აყენებს თავისუფლების იდეას და ყველაფერს წარმოაჩენს დამახინჯებულად, ამიტომ ჩვენ ვეცდებით რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. დიდი მადლობა, გმადლობთ. გიგა ბედინეიჩვილს ხედავთ, ვეცდებით მასაც გავესაუბროთ. გიგა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება კითხვას დაგისვამთ. რატომ გამოხვედრით დღეს კამპუსის როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები გარეთ? იგი მიზეზის გამო, რატომაც ამის ყოველდღე გამოდივართ და მიდივართ რუსთაველზე პარლამენტთან ვაპროტესტებ. საქალაქო სასამართლოსთან მიდიხართ თუ არ ვწდები? კი, მაგრამ იმიტომ რომ გასაგებია რომ სასამართლოს როლი არჩევნებისში ისევ როგორც ბოლდროინდელი პროტესტების დროს სრულად უსამართლოდ ადამიანების ატყვევებაში სამწუხაროდ სამარცხვინოა და ამიტომ ეს რა თქმა უნდა გვინდა რომ გავუპროტესტებთ რომ მთლიანად ჩვენი პროტესტი რა თქმა უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხმაურება და ამით და რა თქმა უნდა ცუდად ჩატარებულ არჩევნებს, სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს, ამიტომ შესაბამისი მოთხოვნებიც არ იცვლება ვადამდელი არჩევნები და უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება. დიდი მადლობა. აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მარტივი იდეის, თავისუფლების იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. გვანცა ჩხიკვაძეს მადლობა, ის გვაცნობდა ვითარებას ბენდუქიძის კამპუსთან.